რა თქმა უნდა, სანამ ტრადიციულად ჩვენს დღევანდელ სტუმრებს და არაჩვეულებრივ სტუმრებს წარმოგიდგენთ, შეგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა, იცით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მიხო და მარო დაბრუნდა რუსთავიორზე და შაბათ-კვირა საღამოს 10 საათზე კურიერის დამთავრების შემდეგ უნდა დაგველოდოთ და ძალიან საინტერესო სერიებია სხვათა შორის. მაგარი კარგი რაღაცეებია და მოკლედ გელოდებით ჩემო კარგებო. ახლა კი იზღა დაგვრჩენია რომ ჩვენი სტუმრები წარგიდგინოთ ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, საქართველოს მეგობრები, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბიჭები, გახლავან ჩვენი სტუმრები პაროდის, რა ვიცი, მოკლედ ერთი სიტყვით ჩემივე ნათქვამის სიტყვები მახსენდება. 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და მინდა წარგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. რომან ქერქაძე და დავით ბეკოშვილი გახლავთ ჩვენი სტუმრები. ცვალე რაღაცნაირად ბიჭებმა თემატური ვერსია შეარჩიეს ამ მელოდიის და ძალიან მიხარია, მოკლედ აპლოდისმენტები ჩვენ სტუმრებს, რომ როგორც იქნა ჩვენთან ბრძანდებით ჩემო კარგებო. როგორც იქნა ჩვენ შეხვედრას გავუმართეთ. გაიხარეთ ჩემო. ამ გადაცემაში ხო პირველად ხართ? პირველად ვარ და მადლობა დიდი და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ხოთა სულები ხდება. გედაცალე. დიდი მადლობა. სულების ერთნაირი გვაქვს ჩვენ. ისე მე და ნიკოლოზი კარგა ხანია სულ ყოველთვის ერთად ვიყავით საქმიანათაც, მაგრამ უკვე რაღაცა ასოცირდებით, რომ ნიკა თუა პაატაცინება და თქვენც მსგავს ამბავში ხართ, რამდენი წელია უკვე თქვენი თანაპარტნიორობაა? 22 წელია თეატრალურ უნივერსიტეტიდან მოვდივართ ერთად. მეჯვარი ვარ, ბავშვის ნათლია და სენიური პარტნიორი. ორივე სამყაროს. დღევანდელ დროში ცოლქმარი ვერძლებს, იმდენ ხანს მე დაერო უძლებთ. ეკრები ხართ, კარგი ბიჭები ხართ? კი ბატონო, ძალიან ესე იგი, რა მინდა ჩავპატა რომ გითხრა რა. სხვათა შორის ახლა დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ხო ერთმანეთთან და სუფრებზეც ბევრჯერ ყოფილვარ და რომაზე სულ მახსენდება ერთი ისტორია და მე მიაბავენ ამ ისტორიას. რომა ახლა ცოტა შევსებულია და რამდენიმე წლის უკან იყო ძალიან გამხდარი. ახსოვს, რამდენიმე წლის უკან როგორ ვიყავი, ხო 28 კილოთ ნაკლები ვიყავი. კოსტუმის ლიპები, წარმები და ხმა დავდიოდი მარტო. ანარჩეს ლიპი. ხოდა ხან ოღონდ გული აქ იაპონური მამალივით, ვიო. აი მაგალითად გქონდა გადაღება და სუფრაზე ვარ და ხომ მოვა. არჩევს მაინც თავისზე დიდ ხალხს. კი. და აკეთ მამუკა ჩვენი მეგობრები. აკეთ ბუჭურიჩი, აკეთ ჭიდორელიძე. ხო, გელა, ესე ჩაეკვექება შუაში, მაინც და მაინც რა და მე ყავთ ასე ბროშკასავით ბიბლიური გულზე. და დათრა ერთხელ ჩვენი რომა ნასამია და მეთქერ მიარსვა და მეთქერ სახში აგიყვან. ეს ახლა წავიყვანი ახლა, ჩავსვი სახში და ავიყვანე სახთან მტოვებ. და ხო გადავიდა ძირს და ამოიღო ჯიბიდან და 20 ტაქსი ვზღოლი გონივა. ეს 20-არიანია ჩაიდები ჯიბეს ჩემს სახელს. მე ვთხარი, არა, შეგენა და დეიტოვე მეთქი. ნუ ხუთი ეგუთროდა, ხურდა. ხოდა, რას ლაბარაკო, ბიჭო, მე ვთხარი, ჩაიდები ჯიბეს, რას ლაბარაკო, მაგაცი ვარ, მე რომ უფასო და მოგავალიებ, თავზე. აუდივარ ღამის 3 საათზე 60-არიანი. შედი ბიჭო მე სადარმაზოში დამანებე. მაგლეთ ასე ჩემი რომა არ არსებულია რომამ ტაქსის ძღოლი გადააგდოს. გამორიცხულია. კი ბატონო. ესე იგი რომასი გამხდრი მე მახსოვს და ეხლა რო არა ტელევიზია, რო არა ეს მათი ცნობადობა, რომ შემხედონე ქუჩაში ვერც ვიცნობდი, ხო? ისე არიან კარგად დამშვენებულები და რამე კარგი შემოპადა. ხო იცი როგორ იყო სიგამხდრეზე? პირველად რო იუმორინაზე გამოვედი, პირველი იუმორინაზე რო გამოვედი, ჩემმა სიდედრმა ქორწილისთვის რო ჩავალ კოსტუმი მიყიდა. ის მეცვა. და მეორეზე უკვე ისე მოვიმატე აღარ მომერგო და ჩემს ცოლის ძმას რომ მისმა სიდედრმა მის ქორწილში უყიდა.
და მესამე იუმორინაზე თოვლის ბაბუა მათამაშეს და თოვლის ბაბუის ფერ მომეწვოთ, მაგრამ არ ჩემის დედრი იყო, ჩემ აი არც მოუყვანია ძოლი ვინმე სიწუთში რა. ახლა უკვე ისე მოვძლიერდი რომ კი მაგათი ორი წყვილი. ისე ხა ეს ცნობადობის ამბავი არის ხო მაინ რაღაცა ჩვენ დებიან ბიჭებს ყველას ხო ქონიათ ეგეთი რაღაც ისტორია რაღაც კი რა თქმა უნდა პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა რომ როგორც ცნობენ სითბოს სიყვარულს გამოხატავენ და ნუ ეხლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ ცნობადობას სხვანაირად გამოხატავს თავისებურად რა თქმა უნდა მოკლედ ეხლა მოგეხსენებათ ეს სვანის პერსონაჟი რო გავაკეთე ეს მაიზერი და ნუ ეხლა თეთრი წყაროდან ვარ თეთრ წყაროში ძალიან ბევრი ცხოვრობენ სვანებს ზემოქვემო სვანები ბევრი საახლობლო სამეგობრო მყავს და პირველად ვარ წასული მესტიაში. მესტიაში და ნუ თან სხვადასხვა სიდედრით სვანი მყავს. მოკლედ და სხვათა შორის მე რა შენი კითხით. გამწვანებული მაქვს. ხო? რა თქმა უნდა და პირველად ვარ და შევედი მაღაზიაში. მაღაზიაში შევედი და რაღაცას ვყიდულობდა, შემოვიდა ასაკის კაცი იყო, კარგად შეზარხოშებული, შემომხედა და რომ მოგროდ გავხარ იმ კოს ტელევიზორში რომ გამოდის ხოლმეო და ნუ ეხლა მე თავიდან ეხლა ნუ კი მეთქი რა ეხლა გავიპრანჭე ცოტა კი მამსგავსებენ მეთქი და თან მიახლოვდება ეს კაცი რა მოდის და ორა ბიჭო მართლა მოგროდ გავხარო რა და ბოლოს მოვიდა ცხვირზე მომადო და ხელს მატებს ესახეს ორა პირველად ნახე კაროჩე კაცი ეგრე მაგრად გავდეს ეხლა მე სადამდეღა დამემალა რომ კი არ გავარ ის ვარ მე უთხარი ჩემ ბატონო კი არ გავარ ის ვარ მეთქი და ოლაშენა ჩმახებო რაზვა ჩმახებ თქვა კაცო და ის ვეღადავები ახლა შენ პატარა ბიჭი ხარ გონია და მეთქი ახლა მეხუმრება და მეც ახლა სვანური კილოთი მე კერაშენა ჩმახებ თქვა ახლა ოლო ბიჭო შენ ცოტა წესიერად და დაიძაბა სიტუაცია გამყიდველი ჩემები ყველა და ბიჭო მე რომ მე ვარ ვერ უმტკიცებ ამ კაცს რა რა თან მესტიაში სვანეთში ვარ გაგიჟებული კაცი და უცებ მეთქი ერთი წუთი თქვა ახლა და ჩავიყავ ჯიბეში ხელი გავხსენი საფულე ამოვიღე პირადობა და მივაწოდე გავმართვა პირადობა და ხედო და თო ბეკოშვილი სურათს უყურებს მე მიყურებს და ბოლომდე მაინც არ დაიჯერა აბა ის თუ ხარ კუდირატო არ გახურავს მე ვთქვი ახლა წელა თქვა პირადობის კუდირატო არ გახურავს სათვალეები და იქით მოყურები მყავს თერჯოლაში სიმონეთში ორი წელი არ ველაპარაკებოდ ხო იცი შემოგითხავად რომ წაიყვანა მე ხო მომენტში ვიზა გას ო მე და მოკლედ იქითკენ მივდივარ და რაღაც ეს ჩაკაფული სეზონია და აქედან წავიღე რაღაცები და თხემალი დამავიწყდა რა და აი ხაშურს მივახლოვდი და გამახსენდა ხაშურში მშვენიერი კარგი ბაზარია ხაშურის ბაზარში შევალ მეთქი ხაშურს ყველაზე აი ჰამაკი და თხემალი მაგანია კი ბატონო გაგახსენებოდა თხემალი და ჰამაკი ხაშური და შემწარი გონჭი კი ბატონო და დავდივარ მეძებამ თხემალს და უცებ ერთი ასაკის კაცი იყო და ესე ბუმაშტერდა რა და ბიჭო შენა ხარ ო მე უთხარი მე ვარ და ეხლა ჩემები ბარემ მივაბამ ეხლა იუმორინას თემა ახალი გამოსულია და იქ მარნეული თეთრი წყარო ახლო და იქიდან ზაფხულობით ამოდიან ხოლმე რომ ჩვენთან კარგი სიგრილია კარგი ბუნება ისმენებენ და ჩემ შვილებთან ერთად პარკში მივდივარ და იქით ახალგაზრდა ბიჭები დგანან და ერთმა გამომხედა და დანარჩენებს ხელს უთავს აია ბრომო ჩასლევიმ იუმორინა ვერ ფანდორ ოლო ჩასლები რომ ოლდი გიდაცენ ეთყობა იმას ნანახი არა ქონდა ვერ მიხვდე რაზე ლაპარაკობდა და ჩაიქნია ხელი მოვიდა ჩემთან და ჩემ ხმაზე დამელაპარაკა გამარჯობა მე ვთხარი გამარჯობა ბოდიში აი თქვენ ის არა ხართ აი ეს თქო სახელმწიფო არ იცოდა აი ეს ორლან ნახევრიანი კი მე ვთხარი ის შეიძლება ჩვენ და თავად სურათს გადაღება გავაკეთოთ. კიდე გადავიგეთ სელფი. ახლა მივხვდი რა დრო გასულა პამიდორი ორლანახევარი რო გირდა. ეხლა 14 ლარი გის. ჩემის ორლანახევარი 14 ლარი გის. და ეგ ამბავი ახლა კახეთში მყავს მამიდაჩი და მოდებული ხარ. კი, არის საშუალება. არის საშუალება. თამა მარზეც ეყოლა ლატესო. ხო. და შობას აქვს ჩემ მამიდაშვილს გულაძის დაბადების დღეს საშობაოდ ვარ ჩასული კარგად ვიქეიფეთ შობა გათენდა და თან ღორის გუდბაი ფარტია რა და თან იმ დღეს
მაგრამ ოთო არა კარგია მინდია და ცოტა ეხლა შეურაცხყოფილ პახველიაზე ვარ თანთოზე დიდი ყურებიანი ქუდი מחურავს გამოვედი და უკვე ის პროცესი არა ეგორი გაყოხტაებული ეგრე წევს ელენთა აჭრილი აქვს უკედია და ასე მარილ და მიდის უცებ რა არა გამბოვი და გავედი ეხლა მეც ჭაჭა მიდის და 1-2 დავლიემენ და მეზობლის ბიჭი ეხმარება რა და გაივლის გამოივლის კახი ჯურა ძალიან მეცნობიო რა თემთან ხო არ არის ახლა ველის ციხე ო გასაგები რა ძალიან მეცნობიო თელაური იყო და გამებადრა და თურმე მე რომ განცხადება გამიკეთეს იქია ახლო მახლო მერე რა ძალიან მეცნობიო გაივლის კიდე გამოივლის რა ძალიან მეცნობიო და თან ისაც ურტყამს რა და მე ბოლოს ვეღარ მოითმინე და მაიტა ერთი კაცურად ქუდი მაიხადეო და მოიხადე ქუდა ეგ არის ეს კარგული ეგ არის იცოდო ასე ცნობადობაზე ბარემ თემატურად გავაგზელებ რომ მე ახლა გურული ვარ და დასასვენებლად თუ წახვალ კაი გურული ახლა დასასვენებლად თუ წახვალ გურული კაცი ბახმაროში რო არ წახვიდე არ შეიძლება სხვა აღარა ისედაც არ უნდა ხარ და გურული თუ ყარ და ბახმაროში ვარ მოკლედ და როგორც თქო ხალბატონი მოდის და ბავშვი მოყვება დამინახა მიცნო და თუ შეიძლება ბავშვმა სურათი რო გადაიღოს თქვენთანო და გავეხუმრე და 10 ლარი ხალბატონო მეთქი უიო მართლაო ამიც ხალბატონო 3 დღის წინ აგერ ბავშვი მყავდა მქობულია ჩაყვანილი და მაიმუნთა გადაუღა სურათი 5 ლარი გამომართვეს და მაიმუნს აღარ ჯობივა იგივე ბახმაროზე ვინც არის ნამყოფი არის ბახმაროში არის ხილბოსნის ბაზარი რა პატარა ბაზარია და სამწვადე მომინდა საღამოს ვერ ბნელდება და არ მინდა ხეს გაყინული რომ ვიყიდო რაღაც და მაინც ვიქრობ რომ იქნებს ადმე ვიშოვე და მაინც დაუშვირო შევედი ბაზარში. გამარჯობა, გაგიმარჯო ზამა გურულია გამყიდველი ბიჭი და უსვამ ესეთ კითხვას რომ ჩემოძამია ხორცეული ხო არ გაქვთ რამე მეტი. და არ დაფიქრებულა. გადახედა ხილბოსტავს. ხორცეული აგერ ზამა ქლიავში მატლის თუ ნახავთ თუ არა სხვა არა ახანია ფერ. ეხლა მართალია გურული ვარ, მაგრამ რაჭულად გამომივა ახლა ჩემო პატა მოგილოცა მოგვიანებით დაბადების დღეს. გისურვებ. ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული წარმატება და ყოველივე კარგი იყოს თქვენთან. გაიხარე, იხარე. შენ როგორი თამადა ხარ, ჩემო ნიკოლოს, ყველაფერთან ერთად ძალიან მაგარი თამადა. მოკლედ ხა ჩვენ გვეკუთვნის ეს რო ვთქვათ, ალბათ არ გეწყინება რომ დაიხვეწე მეთქი რა, მაგრად გავიდა დრო, ჩვენ წავედით სიბერისკენ, შენი დრო მოვიდა ეხლა და არა, რასაც უსმენ მე მაგას ესეთი ლექსი, აი ნიკოლოზა ვერიტას მაგალითად გრძელი ლექსები იცი ზოგბათამა და იმიტომ რომ თითქოს პოეზიისაა და ვეთანხმები, მაგრამ აი დროულად როცა ამბობ ხოლმე და ძალიან ენაწყლიანი კაცი ხარ ეხა გურული ხარ და გასაგებია. და რა ლექსის თუ ამბობ საკუთარი ლექსები, მაგრამ მე რაც მიფიქრია და რაც ჩემი გულიდან მოდის იმას. მე არ მიმიყვანი, მაგრამ აქამდე გურული ხარ თქვა, არ მაცანეთო რე, უნდა მეთქვა, მაგრამ ამას ჩვენ არ გავგიგია თუ ლექსის მოყოლილი ექნება. სხვადასხვა ჩემი. სხვადასხვა ჩემი დახტეს ლექსები. აბა, იმენაზე თუ წერს, აღარ ვლაპარაკობდი? რა თქმა უნდა, მე ჩემი ენა მაქვს ჩემი მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, ჩემო რომან შემოგიერთები, გილოცავ ჩემო პატა, ჩემო ზმაო. დაბადების დღეს გულით, სულით ძალიან დიდი წვლილი გაქვს შეტანილი ჩემს განვითარებაში, ჩემს გვერდჩილგომაში და მადლობას გადაგიხდი. შეგენაც ჩაგა. გაიხარე წარმატებები და წინსვლა ყველაფერში. არც ახლა არის გვიან ჩვენი თანამშრომლობა ასეთი კარგი სერიალი სხვათა შორის რომელიც უკვე რუსთავიორზე დაბრუნდა და ვიცი რომ უყურებთ. რა თქმა უნდა, გულშემატკივრო. დიდი სიამოვნებით თქვენისთანა ნიჭიერ ხალხს დიდი სიამოვნებით მოვიწევდით. რა სიტყვით? მეგობრები, გაიხარეთ, პატივია ჩემთვის. აბა გისმენთ. ჩემებულა. ლექსათა. აი გარდას. ადექი თუ გინი. Buran otuş çosuzlaran, girim sanam birdanana, maysidanım zeverlaran, gırdın ozda oradan, telav baba tuştırırım. Zuhaliz biçi dabadabıl verim bunum, dadar kıspata. Gırgararan ulaşısız, bataradan içerden, leksi gırgır zevlalaran. Skola verem zimmadan, pirvel kastan girdi sana dondu verem, dasta verem aplodisment vara. Papa verem yaxşı qatsi, saxyobda oldu verem, deda verem saxyobda. Buram papa girgir, mama girgir ola verem, aktyordan saxyobda. Buram otun
სუსტი ბიჯი თელავდანა მაშინა და ბიბი ბრამ ჯალამ თბილისდანა რუსთაველდან თეატრალ ვერემ გამოსდადან გერენ პროტექცია პაპამ საქიო ბაბოს შტამომა ბრამ ვერემ მარტო გასტან ნიჩერდა გლან გეთი კორგოდანა ოლდო ილდენოდა yaxşı sağ ol institutdan berdilara institutdan girgi olur buram getdi teatrdan Rustavdan amigo Brobeskalagdan Grloçu çossulanan buram dilden drodadgara buram getdi Rustavelis teatrdan Pataverem spektakldana girgi olur olda bejin girdilara Robigodan magari xarpatda gargiya yaxshidene shossozlaram burada verem buram televizyon girdi bile buram dartmam sizden nerem zedan oldu shossozlara buram getdi gadatsima Rustavdana diladana oldu verem burdudana buram yaxshi show verem pahtadan Gulyashvil buram yaxshi gadatsima nikah show verem bana buram jalnika girgi olur sandı yere yaxshi verem eftadama shossozlaran tamam bora reytingda girgi buram etsek yaxshidana buram serialdan buram pahta Nobel verem Mixo verem yaxshi Mixo Sakartvelo buram Mixo pahtadan Gulyashvil buram Mixo maro verem buram yaxshi serial yaxshi reyting oldu çosuzlaran burada 30 Firdanadan yaxshi papan yaxshi shvili yaxshi mamaz yaxshi shvili bada Gulyashvili აგიმართა შემოყარ მოდი ერთი თავიდან რომ მოყვა გამეორება სწორდება შეიძლება თეილები სასაული ენა კარგი სასაული ენა აქვს რა თავისი ენა როგორ მარტო თვითონის ხო ნუ გასაგებია არ სასწავლის არავის ეხლა ამანდან ნინო დეწონიძემ დუეტი უნდა გააკეთოს ხო ესე იგი მაგარი კაი ნომერი იყო ნამდვილად მე მინდა ეხლა რომ რაღაცა ნაცლობის ისტორია გაქვს და ხო ნაცლობის ეხლა ხო მოგეხსენებათ ეხლა ხოც როგორც არის მე ძალიან ბევრი გვიწევს ნათლობები ხო ჩემს ხო მერტმა გვიმრავლოს ხო და მე გავიხსენებ იმ დროს მე რომ მომნათლეს გურიაში ზოგადად ჩვენი თაობაც გვიან მინათლებოდი რატომღაც არ ვიცი 90-90-90-იანი ხო და მამაო რო გამოვიდა ხა დიწყებს ნათლობას და რა ქვიაო რომანი კი ბატონ რომანი ახლა ცოტა იფიქრა გითაკეთ რაღაცა გიორგი ზაზა თომა ლუკა ასეთ სახელებს მოუტრიალ და მამაა ჩემს და თქვენ რა ქვიათო და მამა ჩემმა მე ენვერიო აი ენვერი ნამეტარი და რაკეთ შემოტრიალ და ნათლი ადგას თქვენო მეო ნოშრევანი თქვენ მონღოლეთიდან ხوار საიდან ხარ მონღოლეთიდან ხوار ხო და მაგაზე გავიხსენებ ჩვენი საერთო ძმაკაცია ლევანა თავარტკილაც ლევანა და ლევანას მოკითხა ესეთი ისტორია აქვს მოგლეთ დიდი ბებიის და ბაბუის დიდი ბებია ცოცხალი იყო და მოესწრო ლევანის და ალბომის ვთქვათ ძველ ალბომსო და აი დიდი ბაბუას სურათი არ მქონდა ბაბუში ვარ და გადავშალოთ და ბიჭო აი დიდი ბაბუას სურათი ნახო სურათზე არ შეიძლება ისი დაკუჭული მეგონა სურათი რო შევხედო მე ვედი და ბებია შეძვეუნე პატკულია ბებია ამას აფერ გაყევი ერთი მითხარიო და ამას ბებიო მე საგავყევი და ფერი ხო გეტყვიო ახლა რაფერო და ასე ბაბუაში მაგრიშემო ცხენი დრო შემეირბინაო ჩვენთანო სახში სოფელ შემოაგდო აი ცხენი ჭიშკარი და გადალეწაო და მაუზერი აქ წელზე ნაბადიო გადადებული მომახვია ნაბაჯი და ბაიეთ მე გაიქცა ყველა სახლიდანო და ერთადერთი ნათელი წერტული ვინც გვერდში დავიდგო ზაღლი მყავს ამურიო და აი ზალ ანგრევს ყველა განცხეს აცილდებო და გრიშემო გადახედავ ამეიღო მაუზერი და ანუ რა ქვია ამურია რასო ამურია დვაო და ამურია ტრიზე რა გაჭდა რეკა დააგდო ზაიძაღული მომაგდო ცხენზეო და მოაჭნებს და წამოვიდო და ნატანების წყალია გურია ბინარი ამ ნატანების წყალში რო შემოواردითო შუა წყალში გაჩერდა ცხენი არ მიდის ამეიღო კიდე ცხენზე უგნება კუკლაია რასო კუკლაია დვაო და კუკლაია ტრიზე რეკა ემაუზე დააგდო ცხენი მოგდა ჩავწვინდ ორივე წყალში
და ორივე სველი ამევედით რასაც მოლიანია იქნა და ფაცხა იყო და ამ ფაცხაში შემიყვანაო და გრიშაია წურავს ასე გეიძრო აქ ეჩარვალი გეიძრო და გამომხედაო და ჰემიდი ახლა პატკულია გეიძრევ ამან ახლა გემიკავე და არა მიდი ახლა გეიძრო ვეუბნები კიდე არაო და გადმომხედა ასეო და პატკულია რას და პატკულია დვა არ ქონდა ბებიანა თქვამო ნიფხავი შემოახვია კისერი ასე დაოჯახთითო, მაგრამ მე აი გრიშეებჯუნ, ამეთ არის ენერგიული კაცი იყო, კომპლიკაციო და სულ ლოგინი და პირველი მაგარ აგავაკეთეთო და იმ ფერდღეში ვარ, მოკლედ ხალხი გატანჯული ვარ, ხალიო და მე პირველი მეორე მსოფლიომი რო დაიწყო, მე ისე აფერ არ გამხარებია ბებიო, წეიყვანო, ნაგიო და დევისვენებ ხალიო და წეიყვანეს გრიშე და ორი თვე კიდე ვისვენებ ბებიო და ორი თვის მერეო ცალი ფეხით მოადგა ჭიშკარს გიშაიო. ორი ფეხით არ დგებოდა ლოგინი და ცალი ფეხით რაღაცა. იმის მერე 12 მაღარა გამაკეთებია მოკლა ხალე. ორი ფეხი როგორია მაჟინე. ორი ფეხით რაჟო ცალი მე ვაფშე რა საერთოდ არ დგებოდა. მაგრიმი ხალთ რა. თემატურად გავაგრძელებ რა. მოკლედ პატარა მყავს ახლა და სანამ დაიბადებოდა მარიამ ფერმძიმედ არის რა და ეხლა ფერმძიმე რო არის რაღაცა საჭმელი უნდა და განსაკუთრებული კი ეგეთი რაღაცები და მაგრამ უფრო მეტად რაღაც ხორცეული გვიყვარს და თან მე მეგობრობ ხორ მომზადებასთან კარგად საჭმელებისა და ჩემთან იქ თეთრი წყაროში არის სოფელი ჯორჯიაშვილი რა და ზვიადია და ოჩაღი ხორცი აქვს რა კაი ხორცი ყველაფერი კაი და იგოზივი კი ბატონო ხო და შევედი და აბა რომ გამარჯობა ზვიად როგორ ხო დათო ჯან როგორ ხარ რა შვები აბა რა ვიცი მე უთხარი ზვიადზე თან ხორცა ყეპავს და დიდი ის რო აქვს რა ქვია დიდი პირი რო აქვს და მოკლედ არის მსულთე და ეს არც მიყურებს რა კარგად მე უთხარი ზვიად შე როგორ ხარ რა შვები და აიც არა მიშავსო მეთქი ზვიად მეუღლე ფელზიბე და მყავს რა ბავშვს ველოდები და კარგი ყოჩაღი ხორცი ნაჭერი ამით შემეთქი და თავი არც უწევია და დედალია თუ მამალიო მამალი მეთქი და ოდა უკვე ვიცოდით სკესი მაშინ და შეგენაცვალო და ერთი ბარკალი ბერ ხორცი მაჩუკა გენაცვალე ოქრო ისე მეკოსკი უნდა მიულოცო ტელევიზიითაც მამობა და პატარა ყავს ჯერ კვაჭკვაჭიასო და გილოცავ გენაცვალე ერთმა გაგიზარდოს მადლობა მასე სქესის გაგებაზე რა მოგეხსენებათ მე ერთი ცოლი მყავს და ორი ბიჭი ხო და მეორეზე 7 თვემდე მეუბნებოდნენ რომ გოგუაო რა და აი გაიქცა ჩემი სიდიდრი და იყიდა თეთრი და ვარდისფერიგანი დააწვა ასე და 7 თვის მერე გაერგვა არის ბიჭი მოკლედ და მე ვამბობდი რომ მე ახლა გოგო მეყოლება თუ ბიჭი მეყოლება მაინც მეორე ბინა მაქვს საყიდელი მეთქი და დასავლეთში ჩვენს გენიცია რომ თუო გოგუაო ხოც გათხოვდება პატრონს ჩაბარდება და რაღაცა და თან ისიციან თუო მეორე გოგუაო მამასე მსგავსებაო ხო და მე მიყვარ სუფრასთან მანდილოსნებს რო ვლოცავთ ხმა რომ ქართული სუფრა ქართველი მანდილოსნის წარბზე იშლება მეთქი და ახლა მე თუ გოგოთა მე მსგავსება იმის წარბებს რა მე თუ ხასიათი და მსგავსა ბინის ხათრით უგავათხოთ რა ვინა სამყარო გამიმართლა და ბიჭი დარჩა შეგენაცვალე ლექსები ვახსენით აგე ბევრი და ახი როგორ და შენ ბეკომ თავისი ლექსი წაიკითხა და მეც შევეცდები ჩემი ლექსით კი ბატონო ბიჭებს დაგახმართ ოღონდ თუ შეიძლება უფრო გაბიოთ და გარკვევით უფრო გარკვევით რო იყოს საზოგადოებისთვის კი ბატონო აი მოვეფერები მთელ საქართველოს ჩემი პატარა გურიიდან და გენაცვალეთ აბა წავედით რაჯობია ხალხო გურიაში ჩასვლას გურულ კრიმანჭულს და მორიდებულ ფაცხას დევინახე ციცა გულში გამკრა რაცხა მახლოს რომ მივედი თითო რა ფერდამცხა ოუარე გვერდი გავაგრძელე შარა მათქმობს მანდარინის სუნით გაჟღენთილი ჰავა მესმის რიხიანი გამარჯობა ძამა ხედავ თხემლას უხვად დახვევია ვაზი დაკიდებულ გიდელთ როგორც მკერდი ნაზი არ არსებობს არსად ხალხი ჩვენი მსგავსი
მზადარდელი მუდამ ხილის პაწაფასი უფრო დიდი დარდი პოლიტიკის ხაზი თქვენ თერთავთ ხარობ მიფანცვალებს გული ამ აყივარ იმით რო ვარ მე გურული ჩემო გურია მუდამ მინდიხარ დაკითხვავ ჩამოინენა რო ისმიდიხარ გაუმარჯოს ჩემს გურია სეულის სადაც ცხოვრობს ბევრი გადარეული დაგილოცავთ გურულებო სიმარდეს ვაშკაცობას იუმორს და სიმართლეს გურულ ოდას ვადღეგრძელებ და ჩვენებურ კერიას ჩემს ბაილეთს გაუმარჯოს შემოქმედს და მერიას გაუმარჯოს გომის მთებს მასთან კოხტა ბახმაროს გურულებო ერთმანეთი ვადიდოთ და ვახაროთ და ჩვენი თამადობით გაუმარჯოს მეგრელებს აჭარლებს და იმერლებს ქართლელებს და კახელებს თიულებს და რაჭველებს სვანებსა და ლეჩხუმლებს სამცხესა და ჯავახეთს სამაჩაბლოს აფხაზეთს არ დავლოცავს სხვა ქვეყანას ჩვენთვის მტრულს და ფეთიანს ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს ძლიერსა და ერთიანს გაიხარეთ და გაგიმართოთ ახლა კაცი უნდა ასე მგონია მევლაპარაკობ. ჯაი რა ისინი ჭიქის გარეშე კიდე სხვანაირად გამოდის. თურმე, ხო? თურმე. ბიჭებო, ერთი თქვენი სიმღერა შესრულებული აქაც ძალიან ღირსეულად გამოიყურებით ხოლმე, ისეთი თქვენზე მორგებული რეპერტუარიდან და ამ მიმართულებაში რომ ნამდვილად ძალიან ნიჭერები ხართ და ზუსტად არ ტყავთ ხოლმე. გავიგე რომ ვიცი რომ ყოველ შემთხვევაში პრემიერით ახართ მობრძანებულები და კი ბატონო გამენათევები ხო და იმედი მაქვს რომ ჩვენი გადაცემა ამ სიმღერას გაუხსნის გზას და სიამოვნებით მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და აქვე დაგემშვიდობოთ და ეს ჩვენი მინიატურული სცენა დაგითმოთ პრემიერისთვის. მადლობა არაჩვეულებრივ. მადლობა ბიჭებო, მადლობა და გაიხარეთ. მადლობა თქვენ, მადლობა შემოკარგებოდა, მადლობა სვეტყვით კიდევ, მადლობა ვთქვა ჩვენს მეგობარს ზაზა ჭინჭარავულს, რომელმაც დაგვეხმარა და ჩაგვაწერინა. ვისთანაც ჩავწერეთ ეს სიმღერა. გაიხარეთ. მადლობა ჩემო პაატა, ჩემო დიკა უღრმესი ენაცვალე. აბრავდით.